ნიმდის დემოკრატიის სკოლას თელავის უნივერსიტეტის შენობიდან გასვლა ოფიციალურად მოსთხოვეს. ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის ნიკოლოზ შარვაშიძის თქმით, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნოვეს, აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი ფართის უქონლობაა. მისივე თქმით, დემოკრატიის სკოლის შენობიდან გასვლის მოთხოვნა შესაძლებელია სხვა საკითხით იყოს გამოწვეული, რადგან ამ დროისათვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სათანადო ფართის პრობლემა არ არსებობს, რადგან ორგანიზაციის მიერ დაკავებულ აუდიტორიაში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ლექციები უტარდებათ და სასწავლო პროცესს ეს არ აფერხებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ორგანიზაციასა და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ვადა ამოიწურა და ნიმდის დემოკრატიის სკოლას ფართის დატოვება აკრედიტაციის პირობების შესრულების მოთხოვნით მოსთხოვეს. უშინ ადმინისტრაცია მოგცა წერილობითი პასუხი, რომ სასწრაფოდ უნდა დავცვალოთ აუდიტორია, რათა ესაჭიროება თავისი მიზნებისთვის. თუმცა განცხადებაში არ არის დადასტურებული თუ რა მიზნებისთვის ესაჭიროება და ასე შემდეგ. ჩვენი ნიმდის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია არის ისეთი, რომ უნივერსიტეტს შეუძლია და უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, თუმცა ორგანიზაციისა და უნივერსიტეტის საქმიანობა არ უშლის ხელს, ასევე განათლების კანონი უმაღლესი განათლების შესახებ არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს აქ ყოფნასთან დაკავშირებით. ფართი ჩვენ გვჭირდება, საერთოდ უნივერსიტეტს ჭირდება ფართი, თუნდაც იმიტომ რომ აკრედიტაცია რომ გაიაროს სრულყოფილად. რომ ის რაოდენობა სტუდენტების, რომელიც მისაღებია ჩვენთან, კონტინგენტი, აბიტურიენტების უпростоრით, აბიტურიენტების რაოდენობა გათვლილია ფართზე და ფართს უნდა ფლობდეს უნივერსიტეტი 24 საათის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი არ გაატარებს არ ჩაუთვლის იმ ფართს, იმ გარკვეულ ფართს აბიტურიენტებზე გასათვლელად. ურთიერთობა ძალიან კარგია დემოკრატიის სკოლასთან, მაგრამ ჩვენ როგორც ასეთი არ გვაძლევს კანონი იმის უფლებას, რომ ვისმე ან იჯარით გადავცეთ ეს ფართი, ან კიდე თუნდაც ისე შეუშვათ.